ეს ნავის სამია. წარმოსახვითი ხომალდი, რომელიც გამოგზაურებთ ყველგან ირმის ნახტომში. ხომალდის პირველი რეისი დანიშნულია ჩვენს მიერ აღმოჩენილი ველური პლანეტებისკენ. ძველი ყინულის ვარსკვლავებზე ცხელი ლითონის ღრუბლებიანი მკვდრების ფერფლიდან ფორმირებული ზომბი პლანეტები და ასობით მილიარდი სხვა. ეს მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში. ეს ციური სხეულები გვიჩვენებენ თუ რაოდენ ღრმა შემოქმედებით უნარს ფლობს ბუნება და უზრუნველყოფს რუკით, რომელიც მომავალ ადამიანებს გამოადგებათ. ერთ დღესაც შესაძლოა ადამიანებმა თავიანთი დროშებით ისეთი ლანდშაფტები მონიშნონ, რომლებსაც ახლა ძნელად წარმოვიდგენთ. ჩვენი მოგზაურობის პირველი დანიშნულების წერტილი მზის სისტემის კიდეზე მდებარე პლანეტა, რომელიც დედამიწიდან 40 ტრილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მაგრამ გრძელი გზა ჩვენი კოსმიური მეზობლისკენ თავისთავად მოფენილია უცნაური სანახაობებით. ნეპტუნის შორეული ორბიტის მიღმა. შევდივართ მზის სისტემის გარშემო მდებარე ყინულოვანი კოსმოსური ნარჩენების არაადამიანურ სამყაროში. კოიპერის სარტყელში. გაკინული მასალების ეს მასიური დისკო შეიცავს ასობით მილიონ ყინულოვან ნამსხვრევს, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის ფორმირების ნარჩენებია. აქ, კლდისა და ყინულის მიმოფანტულ ნაჭრებს შორის რაღაც უცნაური არსებობს. ჰაუმეა. კვერცხის ფორმის ჯუჯა პლანეტა. პლუტონის ზომის ეს უცნაური სხეული, ორი ბუნებრივი თანამგზავრითა და ყინულოვანი რგოლით, ყველაზე სწრაფად მბრუნავი ობიექტია ჩვენს მზის სისტემაში. მის ზედაპირზე იდუმალი წითელი ლაქაა. შესაძლოა უკანასკნელი შეჯახების შედეგად დატოვებულიც კი. და ჰაუმეა მარტო არ არის. მინი პლანეტების მთელი ექსცენტრული ოჯახი სწორედ მის პერიფერიებში იმალება. ჯუჯა პლანეტები როგორებიცაა მაკე-მაკე. და გუნგუნი, პლუტონს გვანანო. ოღონდ წითლად შეფერილს და უფრო პატარას მეთანის თხელი ატმოსფეროთი. კოიპერის სარტყელი შეიძლება შეიცავდეს 200-მდე ჯუჯა პლანეტას და ათასობით სხვა შეიძლება მის მიღმა იყოს. ერთ დღესაც ეს პაწაწინა ციური სხეულები შეიძლება ვარსკვლავთშორისი მოგზაურებისთვის კოსმოსური ბაზების მასპინძლები იყვნენ. მზის სისტემის ბოლო ავანპოსტი კვლავ დაკავშირებული იქნება ჩვენს მზესთან. ჩვენი შემდეგი გაჩერება ალფა კენტავრია. ამ სამმაგ სისტემაში პაწაწინა წითელი ჯუჯა, რომელიც ცნობილია როგორც პროქსიმა კენტავრი, მზის მსგავსი ვარსკვლავების წყვილის გარშემო ბრუნავს. საუბარია ალფა კენტავრ ჰეიზე და ბიზე. როგორც კი უახლოვდებით ამ ვარსკვლავურ ტრიოს, გვეგებება ორი უზარმაზარი მტვრის სარტყელი. ამ ორ გიგანტურ სარტყელში კი ამ სისტემის ნამდვილი ძვირფასი ქვა იმალება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროქსიმა კენტავრი ბიზეს სახლთან უახლოეს ეგზოპლანეტაზე.
თითქმის დედამიწის მასის იდენტური მასითა და სიმკვრივით, მას გააჩნია კლდოვანი შემადგენლობა. დედამიწის ეს შორეული ნათესავი ზუსტად მისი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, რაც მას თხევადი წყლის შეკავების პოტენციალს უქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ახლოსაა დედამიწასთან როგორც მსგავსებით, ასევე მანძილით, იგი შეიძლება იყოს კაცობრიობის პირველი ავანპოსტი სხვა უცხო ვარსკვლავის გარშემო. პლანეტის სტუმრებს შეუძლიათ მზერაცას მიაპყრონ და დაინახონ პროქსიმა კენტავრი და მისი ორი მზე. ხოლო ღამით ჩვენი სახლიდან მომავალი მზის სინათლეც, როგორც რიგითი ვარსკვლავი ღამის ცაზე. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ჩვენი კოსმიური მეზობლის შესახებ, ამიტომ ნუ მოუდუნდებით. ამ პლანეტის ვარსკვლავი იმდენად არასტაბილურია, რომ მასზე აფეთქებებმა შეიძლება პლანეტა უსიცოცხლო მდგომარეობაში გადაიყვანოს. დაუბრუნდეთ აწმყოში. დღესდღეობით შემოთავაზებული მისიების ფარგლებში ამ სისტემას კაცობრიობა სულ მცირე 20 წელიწადში მიაღწევს. ოღონდ ნანოზონდებით, თუმცა არავინ იცის, რამდენად განვითარდება ტექნოლოგიები უახლოეს წლებში, რათა პლანეტაზე მოხვედრა კოსმოსური ხომალდით შევძლოთ. თუ კი ადამიანები ოდესმე შეძლებენ პროქსიმა კენტავრზე დაჯდომას, ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი მოვლენა. სწორედ იმ მომენტში გადაიქცევა კაცობრიობა ვარსკვლავთშორის სახეობად. რაც უფრო დიდ მანძილს ვფარავთ კოსმოსში, უკან ტოვებთ ყველაფერ ნაცნობს და ვეცნობით სამყაროს, რომელიც ადამიანური გაგების მიღმაა. გლიზე 436b თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოს ბრუნავს. მისი ზედაპირი 438 გრადუსია. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთ ცხელ პლანეტაზე მაგმას უზარმაზარი ზღვებია, მაგრამ ნეპტუნის ზომის ეს პლანეტა სრულიად სხვა რამაა. მისი უდიდესი გრავიტაცია წყლის ორთქლს ატმოსფეროში ეგზოტიკურ ყინულად კუმშავს, რომელსაც აის 7 ჰქვია. აქ წნევა იმდენად ძლიერია, რომ ყინული ძალიან მაღალ ტემპერატურას აორთქლების გარეშე შეუძლებს. ამ პლანეტის ატმოსფერო ცალკე ისტორიაა. იგი კოსმოსში ვარსკვლავის უზარმაზარმა სიცხემ გაიტყორცნა და როდესაც ვარსკვლავური შუქი გამოდევნილ გაზს აცხუნებს, რჩება კომეტის მსგავსი კუდი, 14 მილიონ კილომეტრზე მეტი სიგრძით. სამყაროს პლანეტების უმეტესობა ადამიანების მიმართ მტრულად იქნება განწყობილი. მაგრამ ჩვენგან 39 სინათლის წლის მანძილზე არის წითელი ჯუჯა და პოტენციური პლანეტარული ოაზისი. ეს არის ტრაპისტ-1-ის სისტემა. 7 პლანეტის ოჯახი. და ისინი თავიანთი მზის გარშემო მჭიდროდ არიან განლაგებული. დედამიწის ზომის ეს პლანეტები ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მთელი სისტემა მერკურის ორბიტაზე მარტივად მოთავსდება. შიდა ორი პლანეტა ვენერას მსგავსი უნდა იყოს. ცხელი და სქელი ღრუბლებით დაფარული. ხოლო გარე პლანეტა სახელად ტრაპისტ-1H. ისეთივე ცივი უნდა იყოს, როგორც ჩვენი სამხრეთ პოლუსი.
თუმცა დანარჩენები თავიანთი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში ბრუნავენ, რაც ამ სისტემას სიცოცხლის შესაძლო საგანძურად აქცევს. TRAPPIST-1 არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი საცხოვრებლად. ამ სისტემის თითოეული პლანეტა დედამიწაზე ბევრად ძველია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მათზე სიცოცხლის რაიმე ფორმა იყოს. ან ჰქონდეთ შესაძლებლობა სიცოცხლეს მხარი დაუჭირონ. მაგრამ სისტემას ერთი მინუსიც აქვს. თეორიულად, თითოეული პლანეტა მოქცევით არის ჩაკეტილი, რაც ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მზისკენაა მიმართული. ხოლო მეორე მუდმივად კოსმოსის წყუდიათშია ჩაფლული. ასეთმა ექსტრემალურმა ტემპერატურებმა შეიძლება სიცოცხლის საყრდენის პოვნა გაართულოს. თუმცა ამ პლანეტებიდან ერთ-ერთს შეუძლია უზარმაზარი ოკეანეები ჰქონდეს მზისკენ მიმართულ მხარეს, სადაც ვარსკვლავის სითბო საკმარისია თხევადი წყლის არსებობისთვის. TRAPPIST-1 დედამიწის ანარეკლი. კოსმოსის წყუდიათში მანათობელი სფერო. სისტემის სხვა პლანეტებს შეუძლიათ ჰქონდეთ საცხოვრებლად გამოსადეგი დიაპაზონი სიბნელესა და სინათლეს შორის. ანუ ტერმინატორის ხაზი, სადაც ტემპერატურა სტაბილურად ნორმალურია. ეს ხაზი სიცოცხლის თავშესაფარია მარადიულ ყინვასა და სიცხეს შორის. TRAPPIST-ის პლანეტები ახლა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მთავარი სამიზნეა, რომელიც მათ ატმოსფეროში იჭვრიტება ბიოლოგიური ნიშნების აღმოსაჩენად. თუ ჩვენი შთამომავლები ოდესმე შეაღწევენ ამ სისტემაში, მათ ექნებათ საშუალება აიხედონ ცაში და დაინახონ იმ პლანეტის მეგობრები, რომელზეც თავად უდგათ ფეხი. თითოეული მათგანი მკრთალი და წითელი ვარსკვლავის გარშემო არის შემოკრებილი, როგორც ადამიანები მოგიზგიზე კოცონის გარშემო. სამოცდაოთხი სინათლის წლის დაშორებით არსებობს პლანეტა, რომელიც ერთი შეხედვით მშვიდობიანი ჩანს. ეს არის პლანეტა, რომლის თეთრი ღრუბლებიც ლურჯ ჩრდილებშია ჩაფლული. რაც უფრო უახლოვდებით ამ პლანეტას, ვიგებთ, რომ იგი სულაც არ არის მშვიდობიან და მეგობრულ განწყობაზე. აქ ქარები 25 ჯერ სწრაფია, ვიდრე ყველაზე ძლიერი ქარიშხლები დედამიწაზე. და ის ულამაზესი ლურჯი ფერი, რომელიც კოსმოსიდან შენიშნეთ. სილიკატური ნაწილაკებია, მინასავით ბასრი და ისინი თქვენთან ერთად იფრენენ მთელ პლანეტაზე ბგერის სიჩქარეზე 7 ჯერ მეტით. თუ ამ პირობებს სასწაულებრივად გადაურჩებით, ძლიერი სიცხე და განახებთ თავის შესაძლებლობებს. აქ ატმოსფერო იმდენად ცხელია, რომ მას მყარი ოქროს გადნობა შეუძლია. და ეს ინტენსიური სიცხე იწვევს მის აორთქლებას. ამ ჯოჯოხეთიდან გამოქცეული პლანეტიდან ცასაც კი სურს თავის დაღწევა.
დედამიწიდან 400 სინათლის წლის მანძილზე, კოსმოსის ბნელ გზატკეცილს რომ გავუყვებით, ბრწყინვალე სანახაობა ცდილობს სიბნელის გაფანტვას. ეს ახალშობილი პლანეტა შეიძლება ერთი შეხედვით ნაცნობად მოგეჩვენოთ, მაგრამ სატურნთან შედარებით, ეს მასიური ციური სხეული რგოლების ნამდვილი მბრძანებელია. მისი რგოლური სისტემა სატურნისაზე 200-ჯერ დიდია და თითქმის 120 მილიონი კილომეტრია სიგანეში, რაც თითქმის დედამიწიდან მზემდე მანძილის ტოლია. სატურნის რგოლები ასეთი მასიური რომ იყვნენ, ისინი ჩვენი პლანეტიდან ღამით ადვილად შესამჩნევი იქნებოდნენ და მთვარეზე ბევრად დიდიც გამოჩნდებოდნენ. კვლევრები ვარაუდობენ, რომ რგოლების შიგნით არის უზარმაზარი მარსზე დიდი მთვარე. დროთა განმავლობაში მიმდებარე რგოლები კონდენსირდება, რაც ბუნებრივი თანამგზავრების ახალ ოჯახს ჩამოაყალიბებს. ოჯახში კი სავარაუდოდ ასობით მათგანი იქნება, მაგრამ ამჟამად ისინი გვთავაზობენ სანახაობას, რომელიც არსად არასდროს გვინახავს. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს მშობლიურ მზის სისტემას არ მოუმზადები ვართ იმის სანახავად, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბრწყინვალე შეიძლება იყოს სხვა სისტემები. ზოგიერთი შეფასებით, მზის მსგავსი ვარსკვლავური სისტემების თითქმის ნახევარში ერთზე მეტი ვარსკვლავია. გულისხმობ მილიარდობით პლანეტას, რომელზეც მზის ჩასვლისა და ამოსვლის ერთდროულად ნახვაა შესაძლებელი. ეს პლანეტები ბრუნავენ არა 2 ან 3, არამედ 4 ვარსკვლავის გარშემო. მათზე თქვენს სხეულს მრავალი ჩრდილი ექნება. თქვენ წინაშე ორიონის ნისლეულის სამვარსკვლავიანი სისტემის რეალური სურათია, რომელზეც ნაჩვენებია გაზისა და მტვრის მასიური რგოლები, რომლებიც ახალგაზრდა ვარსკვლავების ტრიოს გარშემო შემოკრებილან. ნამსხვრევების ამ მორევში დამალულია პლანეტა, რომელიც ერთდროულად 3 ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ასევე არიან სხეულები, რომლებიც უფრო ვარსკვლავებს ჰგვანან, ვიდრე პლანეტებს. ამ უზარმაზარი გაზის გიგანტის ერთი მხარე მუდამ თავისი ვარსკვლავისკენაა მიმართული. მასზე დღისით ტემპერატურა წარმოუდგენელ 3000 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ზოგიერთი ვარსკვლავიც კი ვერ ახერხებს ასეთი სიცხის წარმოებას. ექსტრემალურ სიცხეში მძიმე მეტალები ატმოსფეროში პლანეტის სიღრმეებიდან გამოიყოფა. როდესაც ძლიერი ქარი ამ ლითონებს ღამის მხარისკენ უბერავს, იქ რაღაც წარმოუდგენელი ხდება. ამ ძალიან ცივ ატმოსფეროში რკინის, მაგნიუმისა და სხვა მძიმე ელემენტების ნაწილაკები კონდენსირდება და წარმოიქმნებიან მეტალის ღრუბლები. მეტალის ნაწილაკებისგან ფორმირებული მტვრის უზარმაზარი ქარიშხალი შეიძლება გადავიდეს ერთი ნახევარსფეროდან მეორეზე და დაიწყოს თხევადი ძვირფასი ქვების კოკისპირული წვიმა. და ეს არ გახლავთ ერთადერთი მდიდარი პლანეტა ამ სისტემაში.
ეს სუპერმასიური კლდოვანი პლანეტა, რომელიც დედამიწიდან 21 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, შეიძლება იყოს სამყაროს უდიდესი კოსმოსური ძვირფასი ქვა. ალუმინისა და კალციუმის მაღალი კონცენტრაცია განიცდის ზეწოლას მისი ექსტრემალური ატმოსფეროდან, რაც შესაძლოა ლალისა და საფირონის უზარმაზარ საბადოებს ფორმირებდეს. მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა არსებობდეს სუფთა ალმასით მდიდარი პლანეტებიც. ნახშირბადისა და ჟანგბადის თანაბარი თანაფარდობის გამო, WASP 12b შესაძლოა ჰქონდეს ალმასის ბირთვი. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მართლა ასეა, ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ მას კოსმოსიდან. ის დაფარული იქნება მეთანისა და ნახშირბადის მონოქსიდის სქელი ღრუბლებით, რომლებიც აკავებენ სინათლის 94%-ს, რაც მას შავ ნახშირზე უფრო მოგს ხდის. ხოლო ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, გრავიტაცია პლანეტას ჭიმავს და კვერცხის ფორმას ანიჭებს. ამ ალმასის კოსმოსურ კვერცხს სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. თავისი ვარსკვლავის ძლიერი გრავიტაცია მას ცეცხლოვანი განადგურებისკენ უბიძგებს და სიცოცხლის საშუალებას მხოლოდ 3 მილიონი წლით უტოვებს. ამავდროულად ზოგიერთი პლანეტისთვის სიკვდილი არ არის თავისი ისტორიის დასასრული. როდესაც მასიური ვარსკვლავები სუპერნოვაში გადადიან, აფეთქება ანადგურებს ყველა ახლო მდებარე პლანეტას. მაგრამ ერთი პლანეტის სიკვდილმა ზოგჯერ შეიძლება მეორეს დაბადება გამოიწვიოს. ამ აფეთქების შედეგად ზოგიერთი ვარსკვლავი იშლება სწრაფად მბრუნავ ბირთვებად, ანუ პულსარებად, რომლებიც მოიხმარენ უზარმაზარი რაოდენობის ვარსკვლავურ ნარჩენებს. მაგრამ ის, რაც პერიფერიებში რჩება, შეიძლება გაცივდეს და გახდეს უფრო მკვრივი, სანამ საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება ახალი პლანეტა. მკვდრების ფერფლისგან ფორმირებული ზომბი პლანეტა. ასეთი პლანეტები ძალზე იშვიათია. მაგრამ ჩვენგან 2300 სინათლის წლის მანძილზე ეს მილიარდი წლის პულსარი არის არაერთი, არამედ 3 პოტენციური ზომბი პლანეტის სახლი. უახლოესი არის ტრაუგი. მერკურიზე პატარა და კლდოვანი პლანეტა, რომელიც სავარაუდოდ ინტენსიური რადიაციის მიერაა გაშიშვლებული. გადავინაცვლოთ პირველად აღმოჩენილ ორ ეგზოპლანეტაზე. ზომბის სუპერდედამიწების წყვილზე, რომლებიც ცნობილი არიან როგორც პოლტერგეისტი და ფოპტორი. თითოეული მათგანი სამჯერ აღემატება დედამიწის მასას. მკვდარი ვარსკვლავების მჟუტავი შუქით განებივრებული, ამ პლანეტების ხედი სრულიად უცხო სანახავი იქნებოდა ადამიანისთვის.
პულსარიდან დამუხტული ნაწილაკები ზედაპირზე წვიმს და ღამის ცას კაშკაშად ციალით ალამაზებენ. მომაკვდინებელი რადიაციით გაჟღენთილი და ცოცხალი ვარსკვლავის სითბოს მოკლებული პლანეტა. შეიძლება არ იქნებოდეს ისე, რომ მას სიცოცხლის მხარდაჭერა არ შეუძლია. მაგრამ უკიდურესად სქელი ატმოსფეროს მქონე პლანეტებზე ეს გამოსხივება შეიძლება გარდაიქმნას სითბოდ, რომელიც უზრუნველყოფს თხევადი წყლის ზედაპირზე არსებობას და შესაძლოა თვით სიცოცხლესაც კი. ამასობაში მივახციეთ ჩვენი მოგზაურობის ყველაზე შორეულ წერტილს. გავიარეთ დედამიწიდან 2000 სინათლის წელზე მეტი და მიუხედავად ამისა, ირმის ნახტომის მხოლოდ მცირედი გვაქვს დათვალიერებული. 700 კვადრილიონი სხვა პლანეტა ჯერ კიდევ ყურადღების მოლოდინშია. პლანეტები, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრის ნათებით ტკბებიან, პლანეტები, რომლებიც სუპერმასიური შავი ხვრელის კიდეებზე არიან მიმოფანტული. და პლანეტები წყლის გიგანტური ოკეანეებით, რომელთა სიღრმეებიც ათასობით კილომეტრს აღწევს. ამ შორეული ქმნილებების მონახულება არის ოცნება, რომლის ახდენაც მხოლოდ ჩვენს შთამომავლებს შეუძლიათ. თუ ოდესმე უცხო მიწაზე დადგამენ ფეხს და შეიგრძნობენ ახალი მზის სითბოს, გაგვიხსენებენ, როგორც პირველ თაობას, რომელმაც აღმოაჩინა და შეიცნო ეს პლანეტები. გაერკვია წარმომავლობაში, შეისწავლა მათი ბუნება და ოცნებობდა დღეზე, როდესაც რომელიმესთვის ეწოდებინა სახლი.